გამარჯობა, მოდი გავშალოთ, ნახოთ რატო ბრუნდება ერთი და იგივე სიტუაციები შენს ცხოვრებაში. დღეს გავშლი ახალი დასტრით, მაჩუკა ჩემმა მეგობარმა, კოლეგამ, არაჩვეულებრივმა ქეთი გაავა. მადლობა ძვირფასო, ძალიან საინტერესო დასტა. The Dream Keeper სტარა, ეს სინქრონში რო ვთარგმნოთა, ეს სიზმრების მცველები. ეს სისტემა, რომელიც ძალიან მიყვარს. ქეთი ძალიან კარგად მიცნობს და იცის, როგორი დასტა გამიხარდებოდა. ნახოთ, რატო ბრუნდება ერთი და იგივე სიტუაციები შენს ცხოვრებაში. ქურუმი მეორე ენერგია. ძალიან საინტერესოა ქურუმი. მოკითხვა ჩემს კოლეგებს, აუცილებლად ვიცი მიყურებენ. ქურუმი კლასიკაში არის რაღაც პასიური ენერგია. ეს მეორე პოლარობა მისი გავს ჰეკატეს, ის თუ ჰესტია, ეს ჰეკატეა, რქებით, ფრთებით. ხო, უფრო ძველი, პროველური ცოდნა, ცეცხლის. საინტერესოა, ნახეთ დგას ბუდეზე, ეს ბუდე ვიღაცასთან იქნება აუცილებლად ფსიქიკის ბირთვი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის ინტუიციის კვადრატში. აქ ცოდნა და სიმართლე არ მოდის, არ ჩანს პირდაპირ, იმიტომ რომ ნახეთ ნატურა, რომელიც ესე ქვემოთ სადღაც სიმციმებს. აქ აი რაღაცა სიტუაციაში თქვენ რო ხართ, უკვე იცით, რომ აი აქ მე ყოფილვარ, ეს მე ვიცი. ეს არ არის სიმართლე, მაგრამ აქ ადამიანი ფიქრობს, რომ აი ამჯერად ეს შეიძლება იყოს სხვანაირად, მაგრამ ვარდებით ერთი და იგივე პატერნში. აქ პრობლემა არის ის, რომ ადამიანი არ უსმენს ინტუიციას. ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ სამყაროში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფორმა, სტრუქტურა, რაღაცა ინტელექტი, ანალიტიკა, ხო, ეს სატურნის ერა, მერვე არკანი, სამართლიანობა. აი ამ ერაში, როდესაც შენ მოდიხარ ინტუიციის კვადრატში, ამ რესურსით და ამ კოდებს არ იყენებ, ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ ვიღაცისთვის თუ ინტუიცია არის მხოლოდ რაღაც შეგრძნებები ან სიზმრები, ადამიანი, რომელიც ამ კვადრატში, მე მაქვს ქურუმის ასპექტი და ამ კვადრატში ვარ და თუ ეს მაღალ რეგისტრშია დამუშავებული, ვიღაცისთვის რაც არის ინტუიცია, ჩემთვის შეიძლება იყოს ლოგიკური ჯაჭვი ან სტიქიური ჯაჭვი, რომელსაც ვხედავ პირდაპირ, როცა ვშლი ტაროს არკანებს. ხომ, ამიტომ უსმინეთ თქვენს ინტუიციას და მიიღეთ სიმართლე. ბედნიერი დღე.